ნაწარმოები, რომელიც ლიტერატურული აფეთქების ტოლფასი აღმოჩნდა. სწორედ ასე შეაფასა მარიო ვარგას ლიოსამ, ერთ-ერთმა უდიდესმა მწერალმა, წიგნი, რომელიც 23 წლის ასაკში დაწერა ავტორმა და შეიძლება ითქვას ესპანურენოვანი ლიტერატურის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუშია. საუბარი არის კარმენ ლაფორეტის წიგნზე, რომელსაც ჰქვია არაფერი. და ეს არის ავტობიოგრაფიული ტექსტი ახალგაზრდა ობოლ გოგონაზე, რომელიც იმედებით და ოცნებებით სავსე სასწავლებლად მიდის ბარსელონაში. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს სულ სხვა წარმოდგენები მომავალზე, მას ხვდება აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა და ის ხვდება ოჯახში. ეს არის გამოვლილი პერიოდი ოჯახში, სადაც არც თუ ისე კეთილგანწყობილი ვითარება ხვდება. ოჯახში, სადაც არის ორი ბიძა, რძალი, ერთი დეიდა და ბებია. ადამიანები, რომელსაც ერთმანეთთან გაუსაძლისი და ტოქსიკური ურთიერთობა აქვთ ჩამოყალიბებული წლების მანძილზე. აქ არის ბიძა, რომელიც არის ცოლზე მოძალადე კაცი და ცოლი, რომელიც ლუკმაპური საშუალება და იმისთვის, რომ ოჯახი არჩინოს, დამალულად თამაშს იწყებს. არის მეორე ბიძა, რომელიც ახალგაზრდობაში ნიჭიერ და პერსპექტიულ ხელოვანად ითვლებოდა, თუმცა სიზარმაცის გამო ხელმოცარული და წარუმატებელი აღმოჩნდა და საბოლოო ჯამში თვითმკვლელობითაც ასრულებს ცხოვრებას. არის დეიდა, რომელიც რელიგიური წესებით ცხოვრობს და პურიტანული წესების განუხრელი დამცველია და ყოველთვის ცდილობს ის წესები დაამყაროს ოჯახში, რომელიც მას მიაჩნია სწორად, და ბებია, რომელიც ყველაფერ ამორალურობის, ამ ძალადობრივი სცენების, რაღაც თვალსაზრისით შენიღბვას ცდილობს, რომ მას თავი მოაქვს და თავსაც იტყუებს, რომ ეს გარეთ არ გავიდეს, ოჯახს გარეთ არ გავიდეს მათი ამბავი. და ამიტომ ყოველთვის რაღაცნაირად გადაფარებულია იმ შვილზეც კი, რომელიც მოძალადეა ცოლზე და პირიქით ყველაზე მეტადაც კი უყვარს ესეთი შვილი. ეს არის მთელი სურათი, რომლის წინაშეც დგება ახალგაზრდა გოგონა, რომელიც სულ სხვა მიზნებით, სულ სხვა ამოცანებით და ოცნებებით არის ჩამოსული ბარსელონაში, თუმცა ხვდება აბსოლუტურად განსხვავებული რეალობის წინაშე, რაც ხდება კიდეც საფუძველი იმისა, რომ მას თავზე ემსხვერპლება ის ოცნებები, რომლითაც ის ამ ქალაქში ჩამოვიდა. თუმცა როგორც წესი, როგორც ბამბარდაშვილი ამბობს, გაუსაძლისის გაძლებიდან იბადება ადამიანი მეორედ და ნამდვილად აი სწორედ ასეც ახალგაზრდა ობოლი გოგონა ახერხებს იმას, რომ მაინც იპოვოს საკუთარი თავი და მიუხედავად იმისა, რომ ეს განვლილი გზა, რომელიც მას ამ ჯოჯოხეთურ გარემოში ცხოვრება სთავაზობდა და ის პირობები, რომელშიც მას უწევდა ცხოვრება, საბოლოო ჯამში პრინციპში მოემსახურა იმას, რომ მან იპოვა საკუთარ თავში ძალა და ეს გახდა კიდეც საწინდარი მისი ახალი ცხოვრების დაწყებისა. მწერალს ამ წიგნით იმის თქმა უნდა, რომ ცხოვრება როგორც წესი არ არის იავარდით მოფენილი და როგორც წესი ადამიანები ისეთი რეალობის წინაშე დგებიან, რომელიც საერთოდ არ შეესაბამება მათ წარმოდგენებს და ოცნებებს და ილუზიებს, რომელიც შეიძლება მათ ჰქონდეთ. თუმცა გაუსაძლისი პირობები, აუტანელი გარემო და ტოქსიკური ურთიერთობები, თუნდაც მძიმე ფსიქოლოგიური სიტუაცია ხშირ შემთხვევაში შეიძლება განაპირობებდეს იმას, რომ ადამიანი პირიქით გაძლიერებული და ერთიორად გაზრდილი გამოვიდეს აქედან. სწორედ ამაზეა წიგნი, რომ ადამიანი მიუხედავად კრიტიკული მდგომარეობისა, მიუხედავად გაუსაძლისი სიტუაციებისა, ის ახერხებს საკუთარ თავში იპოვოს ძალა, გააღვივოს საკუთარი ინდივიდუალიზმი და საბოლოო ჯამში მიაღწიოს შინაგან თავისუფლებას. მოკლედ ძალიან საინტერესო წიგნია და ყველას გირჩევთ წაიკითხოთ, ვისაც არ აქვს ჯერ კიდევ წაკითხული ეს შესანიშნავი ნაწარმოები და ვისაც მოგწონთ წიგნების განხილვის ჩემი ბური ვერსია, დაალაიქეთ და აკომენტარეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი.